თქვენზე ოდესმე გავლენა მოუხდენია სოციალურ ქსელში, ან თუნდაც სარეკლამო აბრაზზე გამოსახულ სურათს, ილუსტრაციას, თუ კი მაშინ გრაფიკულ დიზაინერს თავისი საქმე კარგად შეუსრულებია. რა არის გრაფიკული დიზაინი? გრაფიკული დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალი, რომელიც ემოციებს აღძრავს. გრაფიკული დიზაინი ყოველთვის ატარებს გარკვეულ გზავნილს, გააჩნია მიზნობრივობა და შეუძლია პრობლემის გადაჭრა. ის გავლენას ახდენს პოტენციურ მომხმარებელზე და უბიძგებს მას გადაწყვეტილების მიღებისკენ. იგი კომუნიკაციის ფორმაა, რომელიც ინფორმაციას, იდეებსა და შეტყობინებებს ვიზუალური გზით გადმოსცემს. ციფრული განვითარების ერაში კომუნიკაციის ამ ფორმას ყველგან შეხვდებით, სოციალურ ქსელებში, მობილურ აპლიკაციებში, ბროშურებსა თუ პროდუქციის შეფუთვებზე. გრაფიკულ გამოსახულებებს სხვადასხვა პროფესიული ხერხისა და პრინციპის გამოყენებით ჩვენს წარმოდგენებზე, ემოციებსა და გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. იგი დინამიური და კრეატიული სფეროა. მისი ადრეული ფორმები საკომუნიკაციოდ ჯერ კიდევ ძველ ცივილიზაციებში გამოიყენებოდა. უძველესი ადამიანების მიერ შესრულებული ნახატები გამოქვაბულებში, ეგვიპტური იეროგლიფები გრაფიკული დიზაინის ადრეული ფორმებია. ტერმინი 1920-იან წლებში ბეჭდვით ინდუსტრიაში დამკვიდრდა. პირველად 1922 წელს ეს სიტყვა დიზაინერმა, კალიგრაფმა და ილუსტრატორმა უილიამ ედისონ დუიგინსმა გამოიყენა. გრაფიკული დიზაინი პროფესიაა, რომელიც საზოგადოებისთვის გზავნილების გადასაცემად სხვადასხვა ელემენტს იყენებს. ფერი, ფორმა, ხაზი, ტიპოგრაფია, ტექსტურა, სივრცე, განლაგება, გამოსახულება, ფოტო თუ ილუსტრაცია. გრაფიკული დიზაინი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. თითოეული მათგანი სხვადასხვა ინდუსტრიაში ერთიანდება და განსხვავებული დანიშნულება აქვს. მაგალითად, ბეჭდვის დიზაინი, ციფრული დიზაინი, მოძრავი გრაფიკა, ილუსტრაცია და ინფოგრაფიკა, სარეკლამო დიზაინი, შეფუთვის დიზაინი და სხვა. ამ სფეროს საკმაოდ ბევრი მიმართულება აქვს, შესაბამისად, გრაფიკული დიზაინერების სამუშაო ბაზარი მრავალფეროვანია. ყველაზე აქტიურად გრაფიკული დიზაინი ბრენდინგში, მარკეტინგსა და ვებ დიზაინში გამოიყენება. ამიტომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა კარგად უნდა იცოდნენ, როგორ მიიქციონ საზოგადოების ყურადღება და როგორ აღძრან მათში ემოციები. გრაფიკული დიზაინი არის პროფესია, რომელიც ხელოვნებასა და ბიზნესს, კრეატიულ პროცესსა და კომერციულ მიზნებს აერთიანებს. გრაფიკულ დიზაინთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მითია, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ხატვა. რეალურად კი გრაფიკულ დიზაინში არსებობს უამრავი ხელსაწყო, რომლებიც დიზაინერებს ეხმარებათ ამოცანების შესრულებაში და ამისთვის ხატვის ცოდნა სავალდებულო არ არის. დღეს გრაფიკული დიზაინი ისევე როგორც ბევრი სხვა პროფესია, ახალი გამოწვევის წინაშე დგას. ამ პროფესიაში აქტიურად შეიჭრა ხელოვნური ინტელექტი. AI-სა და გრაფიკულ დიზაინს შორის ურთიერთობა როგორც ახალი შესაძლებლობებით, ასევე გამოწვევებით გამოირჩევა. უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც დამოუკიდებლად ადამიანის ჩარევის გარეშე ქმნიან ახალ, ორიგინალურ იდეებსა და დიზაინებს. კომპიუტერულ პროგრამებს შეუძლიათ ავტომატურად ადამიანების დახმარების გარეშე ისწავლონ და მოერგონ ახალ მონაცემებს. დიზაინში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე მრავალმხრივაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით მოკლე დროში, ნაკლები ენერგიისა და რესურსის დახარჯვით შესაძლებელია კრეატიული და მომხმარებელზე ორიენტირებული გრაფიკული დიზაინის შექმნა. თუმცა, საქმის გამარტივებასა და შემოქმედებით სფეროში ინოვაციურ მიდგომებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტისა და გრაფიკული დიზაინის დაკავშირებამ ახალი გამოწვევებიც გააჩინა. გასათვალისწინებელია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული დიზაინის ეთიკური შედეგები. საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კითხვები სულ უფრო აქტუალური ხდება. გაიზარდა სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ AI-ის მიერ განხორციელებული ცვლილებები აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. მთავარი გამოწვევა ბალანსის დამყარებაა ადამიანის გამოგონებასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის. მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ადამიანური რესურსისა და ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობის ურთიერთდაკავშირება.